მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდი ჩვენ გავაკეთოთ ასეთი მინი ანალიზი თქვენი ურთიერთობის, ასე რომ ვთქვათ. ვნახოთ რა იყო, ეხლა რა ხდება თქვენთან ურთიერთობაში და ვნახოთ რა იქნება, ხო? Так, მე მგონი აქ რაღაცა სხვა დასტეს კარტი ხო არა მაქვს, არა მაქვს. უბრალოდ ესენი დაიწყებდნენ რაღაც. კარგით, ისე მოდით აბა ნახოთ ახლა ჩვენ. აქ ეგრევე მაჩვენებენ ძალიან ლამაზ წყვილს და ნახოთ ახლა რა იყო თქვენს ურთიერთობაში თავიდან ნახოთ რა იყო უცბად ნახოთ რომ ეგაც როგორც სიგნიფიკაცია პრინციპში იქნება თქვენთვის შეიძლება უცბად მიხვდებით თქვენი ეს გაშლა თუ არა ხო რა იყო თავიდან თქვენს ურთიერთობაში რა იყო აქ მოხდა როგორი სიტუაცია. აქ შეიძლება თქვენ ეს ადამიანი შევხვდეთ, აი საერთოდ ამ ადამიანს, შეხვედრა რა მოხდა როდის? როცა ან თქვენ იყავით რაღაცა ძალიან ცუდ მდგომარეობაში, შეიძლება ორივესაც ქონდა რაღაცა მომენტები, როცა თქვენ ფიქრობდით, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ჩემ ცხოვრებაში. ვგრძნობ, რომ რაღაცა არ გახარებდათ, რაღაც შეიძლება ზოგი ავატიყო, ზოგი შეიძლება ფინანსური პრობლემა ქონდა, ზოგი შეიძლება უბრალოდ ვეღარ ხვდებოდა ადამიანი, სად წავიდე, რა გავაკეთო, რითი რა შევცვალო ამ ცხოვრებაში. აი ეგეთ მდგომარეობაში შეიძლება თქვენ შევხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ რა იყო ურთიერთობაში, შემოდით აბა ვკითხოთ, რა იყო ურთიერთობაში თავიდან. აქ ნახეთ როგორი მომენტი არის რა. პრინციპში აქ მე მაჩვენებენ ისეთ ქალს, აი ქალზე ლაპარაკი არის, რომელიც აი მართლა იმის მიუხედავად, რომ თქვენ გაიარეთ რაღაცა გზა, რაღაცა ძალიან ისეთი რთული პერიოდი შეიძლება იყოს თქვენ ცხოვრებაში, თქვენ თვითონ არ ახართ შუქჩამქრალი, ასე უძახე, მე გვერდხების დედოფალს, ხო? ანუ ქალი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ბევრი ცოდნა, ქალს, რომელსაც ჰქონდა უკვე თავისი პრიორიტეტები, თავისი რაღაც, შეიძლება ზოგადად ოჯახიც ყავდა თქვენ, შეიძლება გაშორებული იყავით, ხო? ან ქრივი ვის რა, როგორ საჯარო გაშლა არის, მაგრამ თქვენ გინდოდათ რაღაცა წინსვლა, თქვენ გინდათ რაღაცა ცვლილება თქვენ ცხოვრებაში, თქვენ ფიქრობდეთ რა აქ ადამიანი, რომელიც პრინციპში საერთაშორისო ვითარდებოდა, მაგრამ აქ რო ვთქვა, რომ თქვენ ძალიან გინდოდათ ოჯახი, აი მოგატყუებ, არ იქნება აქ ეგეთი სიტუაცია, არა, მოგატყუებ, ხო, არ იყო აქ არაფერი და რა იყო თქვენ შორის და აი ზუსტად მაგ დროს სრულიად მოულოდნელად ასე რო ვთქვა, თქვენ აი ასე ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანი. ეს ადამიანი საერთაშორისო აქ ეგრევე შემიძლია გითხრათ რომ მან გამოგიყვანათ თქვენ ამ მდგომარეობიდან, როცა თქვა თქვენ იყავით, დაუშვათ მარტო შეიძლება როგორ ხართ, იცით, აი მე ვტკბები ამ ცხოვრებით, მე მომწონს ის რაც ხდება, მე მომწონს აი რაღაცა აქ შეიძლება ზოგი ვაფშე თავის სამშობლოზე დაბრუნდა დაუშვათ, ხო? ეგეთი მომენტიც შეიძლება იყოს, ანაპირებდით დაბრუნებას, ხო? იმ ადგილას, სადაც თქვენ კარგად გრძნობდით თავს, ხო? და მაგრამ აი ეს თუ სრული რელაქსი ქონდათ თქვენ, ანუ იმ პერიოდში როგორ მე ვტკბები იმით რაც მაქვს, მე ძალიან მიხარია, მე კარგად ვარ, მაგრამ აი აქ ზუსტად აი სრულიად უეცრად ეს ადამიანი შემოვიდა ამ თქვენ ესეთ სივრცეში და აქ მოახდინა რაღაც თავისი სიყვარულით ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. აქ მე არ გამიკვირდება რომ შეიძლება ადამიანი იყოს თქვენზე პატარა, თან ზოგისთვის შეიძლება ძალიან ბევრად პატარა, იმიტომ რომ აქ არის დედოფლები არიან, ქვერთხების დედოფალი, პენტაკლების დედოფალი და არის თასების პაჟი. და აი ზუსტად რაღაცა მოხდა ისეთი, რომ თქვენ ეს ადამიანი რო შევხვდეთ, თითქოს გააღვიძა თქვენში ის, რასაც თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს უკვე დასრულებულია. შეიძლება თქვენ უკვე ისეთ პერიოდში იყავით, რომ არც ფიქრობდით იმაზე, რომ აი აქ ზოგის ნახეთ აგერ მოვიდა თავისი სიყვარულით, აი ნახეთ ან მაჩვენებენ რომ სხვადასხვა ანუ ასაკობრივი, იმიტომ რომ საჯარო გაშლა ადამიანი, რომელიც შემოვიდა სიყვარულით, ადამიანი, რომელმაც თქვენში მოგიტანა ძალიან დიდი ბედნიერება, ძალიან დიდი ენერგია შემოვიდა თქვენს ურთიერთობაში და აი სრული შეიძლება თქვენ თავიდან ეწინააღმდეგებოდეთ კიდევაც ამ ურთიერთობას, შეიძლება ფიქრობდეთ რომ რა მინდა ეს ყველაფერი, რისთვის მინდა ეს, ანუ იმიტომ რომ რაღაცას იყო აქ მომენტი ისეთი, როცა თქვენ
ну, იმედად დიდი და ბევრი ემოციებიც მიიღეთ თავიდან, რომ შეიძლება კიდევაც ფიქრობდეთ, რომ ეს რა ხდება, ეს რა ურთიერთობა, ეს რა, ну, აი, უფრო გამოგადგებათ გოგოებო, ვისაც გაქვთ სხვაობა ასაკში, იმიტომ რომ, ну, დიდი ხანი არ ჩამიწერია მაგ თემაზე, უფრო რუსული არხზეც წერ ხოლმე, როცა დრო მაქვს, ხო? მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, როცა აი ეს გაოგებარი თემა არის შენთვის. ან შეიძლება ადამიანი ისეთი გამოჩნდა აქ, რომელსაც თქვა დაუშვათ ახლა აი სრულიად მოულოდნელად შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, ხო? და ანუ ყველა ასპექტში განახა თქვენ, რომ შეიძლება რომ ყოფილიყო თქვა და ბავშვური და ეს ბავშვური რაღაცა სიყვარული, იმიტომ რომ არის ესეც უბრალოდ აჩვენებენ იმას, რომ ანუ შეიძლება შენ არც არ იყავი მზად, ან არ გინდოდა, ან ძალიან კარგად გრძნობდი თავს მარტო შენს თავთან და იმ საქმიანობასთან, რასაც შენ რითიც იყავი შენ დაკავებული. და ეს ადამიანი რომ შემოვიდა, შეიძლება სრული რელაქსი ქონდა და მაგ დროს შემოვარდასავით რა და დაარღვია ეს შენი სიმშვიდე, იმიტომ რომ შეიძლება გიყვარს შენ მარტო ყოფნა, გიყვარს შენ თქვა მედიტაციები, პრაქტიკები, რაღაცები, აი ეგეთი ტიპაჟი ხარ, მაგრამ ეს ადამიანი რომ შემოვიდა, რაღაცა შემოიტანა ძალიან ბევრი ემოციურ, იმიტომ რომ არა ნახეთ ახლა თასების არის აქ პაჟი, თასების რაინდი და მეფე არის თასების. ანუ ადამიანმა რომელმაც თქვენ გაჩვენათ, ანუ ყველანაირი რაღაცა აი ამ გრძნობების გაიარეთ სხვადასხვა ეტაპები რა. ну ეს იყო ძალიან ისეთი რაღაც შემოტევა თქვენ ცხოვრებაში და ამიტომ შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, რომ ეს რა ხდება, მოულოდნელი სიყვარული და ვერ შეიძლება даже სახელიც ვერ დაარქვით ამ სიყვარულს, რომ ეს вообще რა ხდება, რა ქვია, რა დავარქვა ახლა ამ ყველაფერს, ხო? ნახოთ ახლა რა ხდება თქვენთან ურთიერთობაში, თუ იცანით ეს თქვენი სიგნიფიკაცია, ახლა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, ახლა რა ხდება? აი ამ წუთში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ან ხართ დაშორებულები, ან ანუ არა ხართ ერთად, აი აქ არა ხართ ერთად გოგოებო. ან არა ხართ ერთად, ან გაქვთ ძალიან დიდი მანძილი საჯარო გაშლა, იმიტომ იქნება აქ რამდენიმე ვარიანტი შემიძლია გითხრათ, რომ იმიტომ რომ როგორი მომენტი არის, იცით, თითქოს რაღაცა ეტაპი დასრულდა თქვენი ურთიერთობის და შეიძლება არის შესაძლებლობა, რომ თქვენ ახლა გავყავხართ ახალ ეტაპზე. შესაძლებელი არის, მაგრამ ახლა ამჟამად თქვენ ხართ დაშორებული, ну, მანძილზე ან ერთად არა ხართ, ну, ან თუ დაუშვათ ერთად ცხოვრობთ, დაუშვათ იცანით თქვენი სიტუაცია, ну, არა გაქვთ ესეთი კომუნიკაცია და ისეთი ურთიერთობა, როგორიც გქონდათ თავიდან რა. კიდე რა არის ახლა თქვენთან? ხო, აი სიტუაცია, როგორი მომენტი, ახლა თქვენ აქ როგორი მომენტში ხართ, ეს ვინ არის? ну აქ მაჩვენებენ, რომ ძალიან დიდი გაკვეთილი გაიარა თქვენ ამ ადამიანთან, ხო? მაგრამ აქ ბევრი რაღაცა გაიარა, ბევრი, აი დიდი გზა გაქვთ, თქვა სხვათა შორის აქ გამოვლილი ამ ადამიანთან. აქ არ იქნება ურთიერთობა სხვათა შორის, აი ძალიან მოკლე რა. აქ შეიძლება უფრო იქნება ურთიერთობა, ვინც გაიარა დიდი ხანი უკვე რა. ანუ ну ყოველ შემთხვევაში, ну ზოგი ახლა არის კიდე უბრუნდები იმას, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ შეიძლება თქვა ზოგი რამდენიმე თვეშიც გადის სიმხელა გზას და ზოგი ახლა მართლა წლებია და მაინც ვერ გადის იმდენს, რამდენიც შეიძლება იმ მოკლე ხანში გაიაროს ადამიანმა, მაგრამ თან მithumet საჯარო გაშლაში ხო იცით, რომ ახლა ეგეთი რამეა და პირადი გაშლა ეს არ არის, ამიტომ ну შეიძლება ბევრი რამე რეზონირდება, თქვენი დაიჭირეთ. ну ენერგიები თუნდაც ეს დაიჭირეთ რა. იმიტომ რომ აქ ახლა რა ხდება, ახლა ამ წუთში თქვენთან ახლა ხდება პაუზა, თან აქ სხვათა შორის ხანძლივი პაუზა იქნება, ძალიან ხანძლივი, იმიტომ რომ აქ ვერ წახვედით თქვენ თითქოს სერიოზულში, აი თქვა ოჯახში აქ არ არის წასული წყვილი, არავით არა არის. იმიტომ რომ აქ რაღაცა თითქოს ეს რამ გამოიწვია. არა, აქ როგორი მომენტი, თქვენ ახლა განიკურნეთ სხვათა შორის, თქვენ ახლა ძალიან კარგად გრძნობთ თავს, შეიცვალეთ ძალიან და ანუ ხარ დაკავებული თქვენი რაღაცა საქმეებით, არა გაქვთ უკვე არანაირი პრობლემა იმაზე, რომ თქვა ეს ადამიანი მოვა, არ მოვა, აქ ძალიან მშვენივრად, ბედნიერად ხარ. აი უკვე როგორი სტადია არის, იცით, დიდი ხანი შეიძლება აი ეს ადამიანი თქვენ არ გაყენებდათ, აი იმ არ გაძლევდათ თქვენ არანაირ
სტაბილურობა, სულ რაღაცა ქაოსი იყო რა. ანუ ეს კი კარგია თავიდან ეს ემოციები და რაღაცები, მაგრამ აქ თითქოს ან ხო გითხარით, ან ერთი პერიოდი დასრულდა რაღაცა და ახალი შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ну ახალზე ვნახავთ ახლა, მაგრამ აქ მაჩვენებს, რომ დიდი ხანია ადამიანი არ გაძლევდა თქვენ არაფერ სტაბილურს. სულ ცხოვრობდეთ რაღაცა ილუზიებში, სულ ცხოვრობდეთ რაღაცა იმაში, რომ აი შეიძლება და ვიყოთ ერთად, შეიძლება და არ ვიყოთ ერთად, რამ გამოიწვია ეგეც ასე. საინტერესო. აი აქ როგორი მომენტი არის, იცით? აი თითქოს ეს სიყვარული რამ გამოიწვია და თავიდან კი ეს გრძნობა კი იყო, მაგრამ აქ თითქოს იცით რა საინტერესო, მაღალმა ძალება თქვენ ჩაერიეთ, რატომ? აქ ნახეთ რა ხდება. აქ შეიძლება ვინ არ დააფასა. ბიჭმა. აქ ნახეთ რა მოხდა. ბიჭს ამ ადამიანისთვის მიეცა ძალიან მაგარი ქალი, თუ რა გამოდიხარ თქვენ უკვე ეს სულ ხან პაჟები და ხან რაინდები და ხან რაღაცები. აქ არც ერთი მეფე არ გამოსულა. ნუ გამოსულა აი აქაც სიყვარულით რომ მოვიდა, მაგრამ აი ახლანდელ სიტუაციაში ნახეთ ადამიანს მისცეს ქალი, ძალიან მაგარი, ძალიან მშვენიერი, ხო, მამაკაცი. და მისცეს სიყვარული. ქალი არის ამ ადამიანის, მათ გული, სული, ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ აქ შეაჩერეს ეს სიტუაცია, შეაჩერეს, იმიტომ რომ აქ მარტო ამ ადამიანმა თქვენმა პარტნიორმა ნახეთ ვერ დააფასა რაღაცა. აქ მაღალი ძალები უყურებდნენ ამას და თქვენს რომ როდემდე უნდა იყოს ეს გოგო ასეთ რთულ პერიოდებში რა, ასეთ მდგომარეობაში როდემდე უნდა იბრძოლოს მარტო თქვენ დებდით ყველაფერს იმისათვის რომ აქ წყვილში ყოფილიყო ბედნიერება. და ნამდვილად აი აქ უკვე თითქოს ამ ბიჭს даже უფრო თქვენ კი დამშვიდეთ და განიკურნეთ და მშვენივრად კარგად უკვე მიყვებით თქვენს საქმიანობას. აქ თქვენ უკვე აღარა გაქვთ ის მომენტი, რომ თქვენ ზიხარ და განიცდით და რამე, იმიტომ რომ ეს გზა თქვენ გამოიარეთ უკვე, ეს გზა უკვე თქვენ დაასრულეთ, თქვენ მაღალი ძალები მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ თქვენში შემოეტანათ სიმშვიდე. და აი ამ ადამიანსთან თქვენ მამაკაცს ახლა კი ისეთი პერიოდი კი აქვს, რომ ნამდვილად, ну, წაართვეს თქვენი თავი რა და ამიტომ ზის და ფიქრობს, რომ არ ვიცი რა გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან მიჯაჭვული ვარ, მაგრამ ჩემი აი ეგეთი საქციელი, ჩემი ეგეთი არასწორი საქციელი აი უკვე ყველანაირად, ну, წაართვეს რა. აქ ადამიანი ახლა თუ არის დაუშვათ რამე ურთიერთობებში, თუ დაუშვათ ახლა წავიდა სამი, თუ იცით თქვენ რომ რაღაცას ცდილობს სხვასთან ვერ პოულობს ეს ადამიანი, ვერ პოულობს იმას, რასაც თქვენ აძლევდით, არა, ვერ იღებს, ხო, იმიტომ რომ აქ ადამიანი ხვდება, რომ ისეთი ქალი, როგორიც იყავით თქვენ, როგორიც გიყვარდა თქვენ, რასაც უკეთებდით თქვენ მას და რამდენი სიტყვას აძლევდით თქვენ მას, მაგი ძალიან კარგად ხვდება, რომ ეგეთი აღარ შემხვდება არასოდეს. იმიტომ რომ არის ეგეთი ქალი ეძლევა ადამიანს ერთხელ დაუშვოთ, ხო? იმიტომ რომ აქ ძალიან დიდ манипуляციებს აკეთებდა ეს ადამიანი, მე რაც მინდა იმას გავაკეთებ, მე როგორც მინდა ისე გავაკეთებ. ძალიან კენდა თქვენ გულს, თავისი საქციელით, თავისი გაუგებრობით, თავისი ბავშვური საქციელით. ვერ ხვდებოდა თვითონ რა უნდოდა მაგას, ხო? შეიძლება მიდიოდა, მოდიოდა, დღეს მინდა, ხვალ არ მინდა, დღეს შენთან ვარ, ხვალ არ მჭირდები. და აი ზუსტად ამაზე ეს დაანგრიეს, ზუსტად მაგისე ასეთი ბავშვური საქციელის გამო დაანგრიეს სიტუაცია და გამოგიყვანეს, თქვენ გამოგიყვანეს ამ ურთიერთობიდან. შეიძლება აქ თქვენ დატოვეთ ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ უკვე თქვენთვის ეს ურთიერთობა გახდა გაუსაძლისი და აი როცა თქვენ წახვედით, ეხლა უკვე ეს ხდება, რომ რა დავკარგე თურმე მე, მივხვდა რასაც კარგავს და უკვე ეხვეწება ღმერთს, რომ რამე გზა მანახე მე ამ ქალის მიმართ, გეხვეწები რა. იმიტომ რომ აქ მოსინჯა, შეიძლება გეუბნებით სხვა ქალებიც რაღაცები და მაგრამ, ну, ან თქვათ, ყველას თავის დონეზე, რა ვიცი. და მივხვდა, აი ეს იყო მისთვის ესეთი გაკვეთილი, რომ მივხვდა
არ იყო, რომ ნამდვილად თქვენ ვინა ხართ და თქვენ აქ მშვენივრად კარგად ხართ, გეუბნებით, აი ძალიან კარგ ენერგიებში შეება ზოგი მუშაობს, ზოგი შეება даже დამხმარე პროფესიის ხართ ადამიანი, ზოგი შეება ცნობილი პიროვნება ხართ, ხო? გაქვთ თქვენი საქმე, სადაც თქვენ ვითარდებით, სადაც თქვენ გსიამოვნებთ, აი ძალიან მშვენივრად კარგად ხართ, აი აქ თქვენ ამ პოზიციაში რა. ნუ ვნახოთ ახლა საერთოდ რა შეიძლება იყოს ამ ურთიერთობაში. აი მაღალი ძალები მაგ საგვარეულო მაგ ძალიან მაგრად ჩაერთინთ ის რატო ამას ნუ ძალიან ისეთი ადამიანი მისეს თქვენ ისედაც იყავით როგორც ნუ თქვენ არ იყავით ის ადამიანი რომელმაც უთხრა რომ მოდი ახლა ჩემთან ურთიერთობა დაიწყე ხო არ ჩარეულ ხართ ეგეთ თემებში და თვითონ რომ მოვიდა თქვენთან და გააღვიძე კი ძალიან ბევრი რამე გააღვიძე ბევრი ენერგიები გააღვიძე თქვენში ძალიან დიდი სიამოვნებაც მიიღოთ მაგრამ მე აი ეს რომ მოხდა ეს რაღაცები ну, რა თქმა უნდა, მაღალმაზალებმა თქვენს თქვენმა საგვარეულომ თქვენ დაგიცავათ, რომ არა, ეს ხალი არ არის მაგისტვის, რომ შენ ახლა აქ გაერთო შვილო, არა. ამიტომ მოდით ნახოთ ახლა რა გელოდება თქვენ, აი თქვენს ურთიერთობას, ანუ მომავალში, ახალ მომავალში, ნახოთ, აბა საერთოდ გაქვთ რამე პერსპექტივა, ხო, თუ ეს ურთიერთობა რომ განვითარდეს. ну, აქ ნახეთ როგორი სიტუაცია, აქ ნამდვილად ეს ადამიანი, ну, აი ნახეთ სამე ის გამოვიდა. აქ როგორი სიტუაცია არის? პრინციპში სუპენტაკლები და რა გამოვა ეს? არა, ხო გამოსვლა. ანუ ნახეთ როგორი მომენტი. ეხლა ჯერჯერობით გავა რაღაცა პერიოდი, სადაც ეს ადამიანი უნდა იჯდეს და იფიქროს რა იმ თავის აქციელებზე, ასე რომ ვთქვათ, რა კარგად დაფიქრდეს. და მერე უკვე სანამ არ გამოვა ეს, აი უნდა даже სანამ არასწორია, უნდა დრო სჭირდება ამ ადამიანს, რომ მიხვდეს, რომ ხო კი, აქ ზის ვაფშე მაგრად გაკვეთილებს. სხვათა შორის შემიძლია ეკითხრათ, რომ ერთი რაღაცა. აქ უეჭველი უმრავლესობისთვის, კი, უმრავლესობისთვის იქნება როგორი სიტუაცია. ეს ადამიანი იქ თავის მართლობაში იჯდება და მიხვდება, რომ თქვენ რო ხართ მისგან შორს, ეს მისთვის არის სრულიად შეუძლებელი რა. და ძალიან აი მთლიანი აქ ყველანაირად მოხდება ის, რომ როცა ასრულებს ეგ ამ გაკვეთილს, როცა მიხვდება, რომ მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ მივიდე მაგასთან, ანუ მსუბუქად, ასე რომ ვთქვათ, როცა მე მომინდება, ხო? აი მაგ შემთხვევაში აქ იქნება ძვრა. იქნება ყველა კარტი მაჩვენებს 90% იმის, რომ აქ განვითარება უნდა იყოს და მხოლოდ აი აქ მან უნდა გაიგოს, რომ აქ უნდა უკვე სერიოზულად მოკიდოს ხელი და თუ დაუშვოთ მაგას რამე ქონდა პრობლემა თქვათ ან სხვაობის გამო ან რაღაც, ესეც უნდა გადალახოს, კი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ქალი, რომელიც მას უყვარს. აქ გამოდის ეგრევე, რომ ქვერთხების რა თასების დედოფალი და ქვერთხების მეფე. მან უნდა თქვენ აქ დაგიმტკიცოს, რომ ანუ თავისი ქმედებით უნდა დაგანახოს, რომ ნამდვილად თქვენ მისთვის ხართ ძვირფასი, იმიტომ რომ ნახეთ, აქ ქმედება უნდა იყოს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მარტო გრძნობით კარგია რომ გრძნობა აქ კი ბატონო, მაგრამ მიხვდა ეგა თავის იმას, რა ქვია, შორს რო იყო თქვენგან, ძალიან კარგად მიხვდა, რომ თქვენს გარეშე ყველაფერი ცეცხლის, ყველაფერი იწვის. მაგრამ ეხლა ისი კი არ უნდა მოვიდეს, თქვათ, როგორც მოდიოდა ადრე, უნდა მოვიდეს სერიოზულად, უნდა განახოს თქვენ თავისი საქციელი, თავისი ქმედებით, რომ თქვენ ნამდვილად არა მხოლოდ სიტყვიერად მისხდეს ხართ საყვარელი ქალი, თქვენ ხართ მისთვის ნამდვილად მე მზად ვარ რამე გავაკეთო იმისთვის, რომ შენ მართლა დაენახო, რომ მიყვარხარ, იმიტომ რომ გრძნობა კი კარგია, მაგრამ კაცი არის ქმედება, სხვანაირად არა. მაგრამ აქ არის მზის არკანი, სხვათა შორის თუ ვისაც აქტუალური არის, შეიძლება შვილიც გაგიჩნდებათ. მაგრამ აქ მზე აჩვენებს ბედნიერებას და მაგრამ აქ მიდის თქვენი ურთიერთობიდან გაუგებრობა. და გაუგებრობა მიდის, გაიგეთ და გეძლევა ძალიან მაგარი შანსი, რომ იყოთ ბედნიერად და პრინციპში ამ ისტორიას გაგრძელება აქვს, კი ბატონო. მაგრამ აი აქ გაგრძელება კი იქნება, მაგრამ აქ მაინც მიიღებთ გადაწყვეტილებას თქვენ, აქ იმპერატრიცა იღებს გადაწყვეტილებას.
აქ თუ თქვენ გენდომებად, თქვენ მაგას შემოუშვით თქვენ სამყაროში. თუ არ გენდომებად, მაშინ ნუ რა გითხრათ რა. აქ სხვათა შორის მაგას გიგონია რომ თქვენ უკვე აღარ გინდათ ეს და არც ფიქრობს მაგაზე, მაგრამ აქ სამყარო თვითონ ამას გამოგიგზავნით თქვენ და სხვათა შორის ერთი რამ კიდე მახსოვთ, აქ ვიღაცას გოგოებო თქვენ ყურუმები, ანუ გოგოების საკრალური ცოდნა თქვენი გაიხსნება უფრო მაგრად კიდე ეს ადამიანი, ანუ სამყარო იძახოს რომ კიდე რაღაცები აქ მას გასახსნელი შენში რა, იმიტომ რომ აქ ემოციური ფონი გაიხსნა თქვენი, მაგრამ აი აქ კიდე რაღაცები არის გასახსნელი თქვენში და ამიტომ გჭირდებათ კიდე ეს ადამიანი. გჭირდება აქ კიდე თქვენ გეუბნებიან რომ ძალიან ხანძლივი ურთიერთობა გექნებათ სხვათა შორის აქ კიდე, მაგრამ არა უკვე გაუგებრობით, როგორც მე ხო სულ გეუბნებით რომ ეხლა იცვლება ეს სივრცე და უკვე ჩვენ გავდივართ და გავივლით კიდე გაკვეთილებს, მაგრამ არა უკვე იმით რომ დანჯი და რაღაც წვალებით, ხო? უფრო სიყვარულით, გამიგეთ? აქ იქნება როგორი მომენტი, კი, აქ ორი ტუზე, აი ნახეთ სულ ორი ტუზე. კი, აქ თქვენ მიდიხართ სიყვარულში, აქ დაამუშავეთ თქვენ უკვე ეს პროცესი, ეს მტკივნეული პროცესები, რაც იყო, ეს პერიოდი თქვენ დაამუშავეთ და ეხლა გეძლევა ძალიან დიდი საშუალება თქვენ, რომ იაროთ ერთად, მაგრამ სიყვარულით, კი ბატონო, ენერგიების მიმოცვლით, როცა თქვენ უკვე იფიქრებთ იმაზე, რომელიც რა ეს სიამოვნება და არა მხოლოდ თქვათ ეხლა მარტო მე რო ვიყო კარგად, ხო? აქ სიყვარული მოკლედ თქვენ იცით რა არის, თქვენ ისეთი განახეთ მომენტები, რომ გაგაჩერეს, ხო, რომ აი მაგ პერიოდში ორივენმა კარგად გაათვითცნობიერეთ თქვენ რა არის თქვენთვის სიყვარული, რა არის ეს ენერგიების მიმოცვლა, რას ნიშნავს ეს რომ მე მიყვარხარ, ხო? რას ნიშნავს, როცა მე შენთან ვარ, როცა გვიჭირს, როცა გვილხინს, ხო? აი ყველანაირად მე ვდგები შენს გვერდით, მე ვიღებ სირთულეებს, მე ვფიქრობ რა შემიძლია გავაკეთო, რა შემიძლია შევცვალო, ხო? აქ მთავრდება თქვენი ტრანსფორმაცია და ეს გაუგებარი თემები. და აქ უკვე ნახეთ საგვარეულო, როგორც აი აქ მაჩვენეს, რომ თქვენი თავი წაართვეს, ისე აი ნამდვილად ტრანსფორმაციის მერე კიდევაც დააბრუნებენ თქვენს თავს მაგ ადამიანთან, მაგრამ კი, აუცილებლად ეს იქნება ყველა ვარიანტში, აქ გეძლევა თქვენ საშუალება, რომ დაიწყოთ ახალი ეტაპი, კი. ახალი იქნება აქ, მაგრამ ხო გეუბნებით, აქ თითქოს როგორი მომენტი, როცა თქვენ დაასრულებთ აი ნერვიულობას, ტკივილს, ყველაფერს და კი, აქ თქვენ უფრო თქვენ სულს მოусმენთ, გააკეთებთ ისე, სადაც აი თქვენ სულს უსმინეთ რა. აქ მთავრდება თქვენი მარტოობა რა, ყველანაირად. კი. იმიტომ რომ აქ იზით როგორ არის, აქ თითქოს ორივენი ხვდებიან იმას, რომ ერთმანეთის გარეშე ძნელია ყოფნა, მაგრამ კი იქნება რაღაცა პროცესები კიდევ, მაგრამ უფრო სიყვარულით, უფრო სითბოთ, უფრო გაგებით, რასაც მე თქვენ გისურვებთ.